ეუფეო, მამებო, ბატონო და ქალბატონო აკადემიკოსებო, მოგესალმებით. შევეცდები ძალიან მოკლედ მოგახსენოთ, იმიტომ რომ მესმის დღის ბოლოა. ეს ჩვენ მოხსენება ეხება ამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პასაჟს, რომელიც ჩვენ გვხვდება დაბადების წიგნში ბოლო პერიოდში, უკვე იოსების ისტორია არის, ფარაონის სიზმარს ეხება ეს. მე შევეცდები რაღაცებს გამოვტოვოთ, თან წავიკითხო, რომ შედარებით ნაკლები დრო წაგართვათ. დასაწყისში უნდა გვემსჯელოთ თეორიულად რელიგიის და კულტის და კულტურის ურთიერთმემართებაზე. გამოგრძობთ ძველი აღთქმის გამოცხადებითი რელიგიისა და მისგან ნასაზრდოები კულტურის ჩამოყალიბებისას სეითი, ნოე, აბრაამ, მოსესეულ მონოთეიზმს მოუწევდა არსებულ არა მარტო რელიგიებთან, არამედ მათ კულტურებთან დაპირისპირება და მოსეს ხუთწიგნეულში ძალიან მკვეთრად ჩანს. ბიბლიის კულტუროლოგიური ანალიზი წმინდა წერილის საღვთისმეტყველო გამოთარგმანებასთან ერთად გვიჩვენებს, რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენ მიერ უმნიშვნელოდ მიჩნეული დეტალი შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს არა მარტო თხრობის ექსპრესიის უკეთ აღსაქმელად, არამედ საღვთო პედაგოგიკისა და განგების მეტი სიცხადით დასანახადაც. მოსეს ხუთწიგნეულში ეგვიპტე უდაოდ არის ის კულტურულ-რელიგიური ფენომენი, რომელთან შეჭიდებაც და მით უფრო ამ ჭიდილში გამარჯვება ებრაელებისთვისაც და გარშემო მცხოვრები ხალხებისთვისაც ცალსახად იქნებოდა იაჰვეს, მისი რჯულისა და ხალხის უნიკალურობისა და უძლეველობის უეჭველი მანიფესტაცია. შექმნათა წიგნში არის ერთი პასაჟი, რომელსაც პატრისტიკული განმარტებებითა და თანამედროვე კომენტარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობს. და თუ ძველი მამების შემთხვევაში მიზეზი გასაგებია, ძველი ეგვიპტური ცივილიზაცია ბიზანტიური ეპოქისთვის არა მარტო მკვდარი იყო, მის ექსჰუმირებასაც არავინ გეგმავდა საერთოდ. ამიტომაც ჩვენთვის საინტერესო დეტალის აქცენტირების საჭიროება მაშინ ნაკლებად იყო. ამავე დროს უცნაურია, რომ დღეს ეს თემა კვლავ ჭრილში რჩება. რეალურად არ არსებობს არც ერთი პუბლიკაცია აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერს მოვახსენეთ, მამო. ჩვენი მოხსენება ერთ-ერთი პირველი მცდელობა ამ პასაჟის კულტუროლოგიური ანალიზისა. საქმე ეხება საყოველთაოდ ცნობილ ამბავს, რომელიც მოგვითხრობს, რომ იაკობის ძის, იოსების ეგვიპტის ციხეში ყოფნის დროს ფარაონმა იხილა სიზმარი, რომელმაც შეცვალა არა მარტო მამამთავრის, არამედ ეგვიპტისა და ღვთისმრჩეული ერის, რომელიც ჯერ მხოლოდ ერთი ოჯახი იყო, მომავალი. მას ასე და იყო 2 წლის შემდეგ ფარაონმა ნახა სიზმარი. თითქოს იდგა მდინარეზე და თითქოს მდინარიდან ამოდიოდა 7 ძროხა. კარგი შესახედავად და რჩეული ხორცით და ძოვდნენ ნაპირზე. და სხვა 7 ძროხა ამოდიოდა მათ შემდეგ მდინარიდან საძაგელი შესახედად და ჭლე ხორცით და ძოვდნენ იმ ძროხებთან ერთად მდინარის პირას. და შეჭამა 7-მა საძაგელმა და ხორცით მჭლე ძროხამ 7 შესახედად კარგი და რჩეული ძროხა. და გამოეღვიძა ფარაონს. და ეს იზმნა მეორედ, აღარ ჩავყვები ხორბლის ამბავს და იყო გამთიადი და შეძრწუნდა მისი სული და გაგზავნა და მოუხო ეგვიპტის ყველა განმარტებელსა და მის ყველა ბრძენს და უამბო მათ ფარაონმა სიზმარი და არავინ იყო ვინც აუხსნიდა მას ფარაონს. ამ ადგილის განმარტებისას წმინდა მამები იოანე ოქროპირი, წმინდა ეფრემ ასური და სხვები უმთავრესად ხაზს უსვამენ რამდენიმე მომენტს. სიზმრის ორგზისობას, ეს ერთი, მეორე ზოგადი არაბუნებრიობიდან, ანუ ძროხების კანიბალიზმიდან პროვიდენციულ დაკონკრეტებაზე გადასვლას, უშუალოდ ხორბლის განადგურების წინასწარმეტყველება, ეგვიპტელი მოგვებისა და ბრძენკაცების უძლურებას, ღვთის დიდებას და იოსების დამსახურებულ აღზევებას. ზოგადად სიზმრის ფსიქოლოგიური კოშმარულობა არის დასახელებული იმის მიზეზად, რომ შეძრწუნდა ფარაონის სული. ღვთისმეტყველების მხრივ ბუნებრივია ჩვენ არც და ვერც დავუმატებთ ვერაფერს მამების ნათქვამს, მაგრამ შევეცდებით გადმოვცეთ წმინდა მოსაწინასწარმეტყველის მიერ აღწერილი ამბის კულტუროლოგიური ასპექტი, რაც ნამდვილად მეტ სიმკვეთრეს შეძენს თვითთხრობას და გასაგებს ხდის, თუ რატომ აღმოჩნდა იოსების განმარტებები ფარაონისთვის ასე საჭირო და სანუგეშო. საქმე ესაა, რომ 7 მსუქანი ძროხა ეგვიპტელისთვის არ იყო მარტოდენ ნასუქი მცირე ნახირი. და შესაბამისად არც მათი შთანთქმა დაიყვანებოდა მატერიალურ ზარალამდე. ეგვიპტელებს ყავდათ უამრავი ღმერთი და ქალღმერთი, მათ შორის გამორჩეული იყო ქალღმერთი ჰათორი. მისი კულტი უძველესი დროიდან იყო ცნობილი, ეს სიყვარულის, ჰედონიზმის, ბარაქისა და კეთილდღეობის ქალღმერთი იყო. ის ხშირად გამოისახებოდა ძროხის რქებით, მაგრამ ეს არ კვარა. ეს არ იყო მისი უნიკალური თვისება. ასე კიდევ ბევრი ქალღმერთი გამოისახებოდა
მოგესალმებით ეგვიპტეში ერთგვარი იზოთეიზმია, ხო? ღმერთების სინკრეტულობა ხდება ხოლმე, ფუნქციების და დატვირთვის შერწყმა ხდება ხოლმე. აი თუნდაც მარტივი მაგალითი, ეგვიპტის მთავარი ღმერთი რო ყოფილიყო, რომელი ღმერთი ისნო ყოფილიყო მზის ღმერთიც. როცა სამფრეთელებმა დაიპყრეს და მათი ღმერთი ამონი იყო, ამონი ვერ გახდებოდა ეგვიპტის ღმერთი, ამიტომ ამონ-რა გახდა ის, ანუ მზიურობა შეითვისა და მეორე გახდა ის საერთო, ანუ ეს სინკრეტულობა აუცილებელი მომენტია ეგვიპტური რელიგიისა. ამიტომ ეს ძროხის თემა არა ერთი მხრივ უნიკალური. მაგალითად გამოდგება თუნდაც თუ შეიძლება შემდეგზე გადავიდეთ. აი ეს როგორ ჭამენ ჭლე-ძროხები მსუქან ძროხებს. აი ეს გახლავთ ქალღმერთი ნუთი, ზეცის ქალღმერთი არის, ისიც გამოისახებოდა ხოლმე ძროხად. მაგრამ ნუთისგან განსხვავებით ჰათჰორს ჰქონდა ეგრეთ წოდებული 7 ჰათჰორის, იგივე 7 ძროხის კულტიც. თუ შეიძლება შემდეგი. აი ეს 7 ჰათჰორი და შემდეგი 7 ძროხა. რასაც პირდაპირ მიუყავართ ფარაონის ჩვენთვის ნაცნობ სიზმართან. 7 ჰათჰორი, ანუ 7 ძროხა, უკავშირდება ბედისწერასა და წინასწარმეტყველებას, როგორც სააქაო, ასევე საიქიო ხვედრის შესახებ. არაერთი ეგვიპტური ზღაპარი ხას უსვამთ, რომ არა მარტო მითი, არამედ ზღაპარიც, ანუ არა მარტო რელიგიური ტექსტი, არამედ კულტურის ძეგლი, ლიტერატურული ნაწარმოები აღწერს 7 ჰათჰორის მეშვეობით გაცხადებული მყოფადის გარდუვალობას. უკვე აქედან ხვდებით, რომ 7 ნასუქი ძროხის კანიბალური და უკვალო განადგურება შემდეგი რაღაც გრანდიოზული კატასტროფის მაუწყებელი უნდა ყოფილიყო ფარაონისთვის. თანაც არა მარტო წუთისოფლში, არამედ მარადისობაშიც, რადგან სწორედ 7 ჰათჰორი გამოისახებოდა მიცვალებულთა სამარხებში სარკოფაგებზე თუ მიცვალებულთა წიგნების პაპირუსებზე. სწორედ მათი თანამყოფობა მიცვალებული სულთან აძლევდა ამ უკანასკნელს ზეციური ნეტარების გარანტიას. ფარაონის სიზმარში კი ეს ძროხები ისე დაგეჭეს, რომ მათი ნიშანწყალიც კი აღარ დარჩა. აქ გავიხსენოთ, რომ ძველ ეგვიპტურ რელიგიაში არსებული სწავლება საზურეების შესახებ, რომელიც ქრისტიანულ რეალობაში წარმართობის ზღაპრებისგან გაწმენდილი, იმავე ეგვიპტელი მეუდაბნოე მამების მემკვიდრეობაში ხდება პირველად. აი ეს სწავლება ეგვიპტური აღწერს, რომ საზურეებში ჩასაფრებული არიან მონსტრები, რომლებიც სუმშიორები არიან და ცდილობენ მათ წინაშე წარმდგარი სულები უკვალოდ შთანთქან და იმ სულებს აღარაფერი ეშველებათ. გადარჩენის შანსი არ აქვს, დაბრუნების შანსიც არ აქვს, აღდგომის შანსი არ აქვს. მოგესალმებით, ეგვიპტეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღდგომის თემა, იმიტომაც ხდებოდა მუმიფიცირება, ხო, რომ სხეული დახვედროდა მერე დაბრუნებულ სულს. თუ დღევანდელი ადამიანისთვის არა, ძველი ეგვიპტელისთვის ცალსახად საშინელების მაუწყებელი იქნებოდა ასეთი სიზმარი. 7 ძროხა, რომელიც გარანტია კეთილდღეობის განადგურდა ის, რომ კვალი არ დარჩა მათგან. ფარაონის ისედაც დამთრქმელ ამ სიზმარს კიდევ ერთი ფაქტორი ამძიმებდა. ეგვიპტური წარმოდგენით ამ 7 ნასუქ ჰათჰორ ძროხას ახდა ხოლმე ერთი ხარი. გადავიდეთ შემდეგზე. აი, კიდე შემდეგი. წითელი ჩარჩოთია მონიშნული ეს ხარი. კიდევ შემდეგი და რამდენიმე იქნება. ეს ძალიან პოპულარული სიუჟეტი იყო და ეს მიცვალებულებს ჩაატანე ხოლმე ამას. კიდევ შემდეგი. აი ეს ხო? გმადლობთ. რომელიც ერთგვარად მზის ღმერთის ძალას განასახიერებდა და ამავე დროს იყო ფარაონის მისტიურ სიმბოლური არქეტიპი. ნუ მაქსიმ ახსენების ტერმინით ვთქვათ, ლოგოსი ის იყო და ტროპოსი ეს იყო, ხო? ანუ ფარაონი წარმოდგებოდა როგორც ძლიერი ხარი, რომელიც ბუნებრივია პასუხისმგებელი იყო ნახირი ძროხების, ჩვენ შემთხვევაში 7 ჰათჰორის დაკმაყოფილებაზე, კეთილდღეობასა და ნაყოფიერებაზე. ეს ხარი თითქმის ყოველ გამოსახულებაში, როგორც ვქონახეთ, ამ 7 ძროხის მერე მოდის. ანუ ძილში ფარაონი მისთვის ბავშვობიდან ნაცნობი სიუჟეტის შესაბამისად დინარიდან გამოსული 7 ნასუქი ძროხის შემდეგ ელოდა ძლიერ ხარს. და წარმოიდგინეთ მისი გაოგნება, როცა ხედავს, რომ ძლიერი ხარი საერთოდ არ ფიგურირებს ამ სიზმარში. ის ამოგდებულია და უგულებელყოფილია იმ ღვთაებრივი წესრიგიდან, რომლის მიხედვითაც ძროხები დაცულნი არიან და უზრუნველყოფენ თავად ფარაონის და მისი ერის კეთილდღეობას ორსავ სოფელსა შინა. ეს არ არის უბრალოდ ცუდი სიზმარი. ეს ფარაონის ცნობიერების და კულტურულ-რელიგიური სამყაროს კატასტროფაა და სრული კოლაფსია. ამიტომ შეძრწუნდა ფარაონის სული. საქმე კოსმოლოგიური ღერძის მსხვერპლია და არა
უხეირო ძილის შორისი. ამითვე იხსნება, რომ ფარაონის მოგვები და ქურუმები ვერ ახერხებენ ამ სიზმრის ახსნას. ძველი ეგვიპტური პარადიგმა ითვალისწინებს 7 ჰათორის უსიამოვნო წინასწარმეტყველების შეძლებისამებრ სასიკეთო ახსნას და საპასუხო კონკრეტულ მაგიურ რიტუალურ ქმედებებს, მაგრამ 7 ჰათორის განადგურება ხარის ანუ ფარაონის არ არსებობა, ასეთი შემთხვევისთვის ინსტრუქციები არ არსებობდა. ქურუმები ზუსტად ამას ეგვიპტური რელიგიურ-კულტურული სამყაროს გადმოსახედიდან არაორაზროვან ესქატოლოგიურ კატასტროფას შეეჯახნენ. თორემ რიგითი სიზმრების ახსნა, რომლებშიც რიგითი ძროხა თავთავები ჭამდნენ და იჭმებოდნენ, ნამდვილად არ იქნებოდა მათთვის რთული. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამების საღვთისმეტყველო განმარტებები საგანგებოდ ამახვილებენ ჩვენს ყურადღებას მოგვთა უძლურებაზე. ღვთის განგებით მათ ვერ შეძლეს აეხსნათ ფარაონის სიზმრები. ამ ისტორიის კულტუროლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ღვთის განგებით ამ ქურუმების განმაიარაღებლად შეიძლება აღმოჩენილიყო მათთვის და ფარაონისთვის ნაცნობი ეგვიპტური მითოკულტურული სამყაროს სრული ჩამოშლა. ანუ იოსებიამოს სიზმარიც ღვთისგანაა, ახსნაც ღვთისგანაა. გასაგები ხდება, რომ ჩვენ ახლა ვეხებით ახალ ღმერთს, ახალ რეალობას, მათთვის ახალს, უნებრელია. ამავე დროს ფარაონის სიზმრების იოსებისეული ახსნა სრულიად ახალ ჰორიზონტებს შლიდა მონარქისთვისაც და მთელი ეგვიპტისთვისაც. მოსმენილი ამბის წყაროდაც და განმარტებლადაც იოსები ასახელებს ღმერთს, რომელიც არ ეკუთვნის ეგვიპტელთა პანთეონს და არ არის ვალდებული ძველ ეგვიპტურ რელიგიურ ალგორითმებს ემორჩილებოდეს. ამ იოსების მიერ ნაქადაგები ღმერთისთვის არც 7 ძროხაა რაიმე სიწმინდე საკრალური მოვლენა და არც მათი მეშვეობით ნაუწყები მომავალი რაიმე გარდაუვალი და ფატალური. ეს მხოლოდ საშუალებაა, რომ ფარაონს ღმერთმა გამოუცხადოს მომავლის ერთ-ერთი შესაძლო ვერსია, გაიხსენოთ, რომ ეგვიპტის ცნობიერებაში ჰათორების წინასწარმეტყველება გარდაუვალია. ითქვა და მოხდა როგორც ალდა სადო თავი აარიდო. ეს კიდევ აჩვენებს, რომ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია და თანაც ისეთი, რომლის აცილებაც შესაძლებელია ყოველგვარი მაგიისა და მისტიური რიტუალების გარეშე. ხოსოს ხო ააგეთ ბეღელები იმაში შეინახეთ და მარტივად აგვარებს ამას იოსები. წარმართული განწირულობის ნაცვლად ჩნდება იმედი. სრულწმენის წყდიადის ნაცვლად ჭეშმარიტების პირველი სხივი. და ფარაონის მაშინვე ჩაეჭიდება მისკენ პირადად მისი და მისი ერის გადასარჩენად გამოწვდილ ხელს და შეწევნას არ დააყენებს. ეგვიპტე გადაურჩება შიმშილობით განადგურებას და სამეფო ძალაუფლება შეიძენს აბსოლუტურ დიდებას. გახსოვთ იქ მერე მთელი ქონება ფარაონის ხელში აღმოჩნდება, ხო? ამ მოხსენებაში განზრახ არ შევეხეთ 7 წლიანი გვალვის აღმწერ ეგვიპტურ მითს. მის შესახებ გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია 20 წლის წინ, იქ შევძელით გვეჩვენებინა როგორც ამ ორ ვერსიას შორის არსებული მსგავსება განსხვავებები, ასევე მათი ურთიერთშედარებით რეკონსტრუირებადი სურათი, ისტორიული სურათი. აქ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ბიბლიის კულტუროლოგიური ანალიზი ქართულ სამეცნიერო სივრცეში ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული და ვფიქრობთ, სამომავლოდ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ საინტერესო მიგნებასთან მოგვიწევს შეხვედრა. შემდეგ. კიდევ? მადლობ ყურადღებისთვის. ეს იოსებია. მადლობთ. ფარაონების ის რო ხდებოდა ჩვეულებრივ არა ვიცირება რო ხდებოდა ხოლო ფარაონების ხდებოდა ჩვეულებრივი რიგითი ეგვიპტელების არა იყო როგორც ჩვენთან იყო, რაც მეც სიხდი უფრო კარგი სერვისი შეხვდებოდა. რა თქმა უნდა, ძვირი სიამოვნება იყო. დიახ, ამიტომაც მაგალითად, როცა ნახულობენ დღეს სამარხებს შედარებით მდიდრების, აღმოჩნდა საინტერესოა, სხვადასხვა მარილით ხდებოდა დეჰიდრაცია ამ გვამების. ანუ ბუნებრივად სითხნო გამოვიდეს, ხო? ასევე ჭურჭლები, რომელშიც ხდებოდა შენახვა აი ამათი ორგანოების, მაგალითად, ყველა თვინი გამოხონა კოვზით, თვინი არ ჭირდებოდა, მაგრამ აი ეს თირკმელი ღვიძლი ამას ინახავდნენ ხოლმე, ხო? ანუ ჭურჭლების საკეს სათავსები ყველაფერი ძვირი იყო და ამიტომაც რაც უფრო მეტი ფული ქონდა ადამიანს, მეტი უკეთესი მედიკამენტები
დიდი ნაწილი, მაგრამ მთელი რიგი ძალიან იცვლება თვითონ შუა სამეფოს შემდეგ, ანუ მეორე გარდამავალი პერიოდის მერე იცვლება ძალიან ახალ სამეფოში ხმელთაშუა ზღვის კუნძულებიდან იწყებენ ჩამოტანას მელსუნელების. იცვლება, ანუ შემადგენლობა ზეთებისა იცვლება დიახ. როგორც კი სავაჭრო კონტაქტი კვიპროსთან და ზევით კიდევ უფრო გახშირდა, იცვლება ეგრევე ზეთების შემადგენლობაც კი იცვლება მუმიებში ასე გამოყენებული. თემასთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ვკითხოთ ეს ბერძნულ ეგვიპტელების კოლხეთში დასახლების შესახებ. რამდენად რეალურად რამდენად რეალური შეიძლება იყოს? როცა ჰეროდოტე ამას წერს, მან რამდენიმე მომენტია და თქვენება მაშინ 2 წუთს წაგახსნით. საქმე რა არის? ჰეროდოტემ როცა იმოგზაურა, ძირითადად იმოგზაურა ჩრდილოეთ მხარეს, სადაც უფრო დიდი იყო სემიტური მოდგმა. თუნდაც ის თვლის რომ მდინარეს ნილოსი ქვია. ნილოს ეს არის ბერძნულად ნათქვამი ნეჰერ, ნაჰრ, მდინარე, სემიტური, ხო? თორე იქ რომ ჰაფის ეძახდნენ ისინი. ანუ როგორც ჩანს, მას ჰქონდა სემიტური მოდმის ხალხთან, იგივე ახსენებთ წინა დაცვეთას, სხვა რამდენიმე ეთნოგრაფიულ ელემენტს, ხო? როგორც ჩანს, კოლხეთზეც მას ჰქონდა წარმოდგენა, ალბათ ფინიკიელების რამე საპორტო დასახლებებთან ურთიერთობის შედეგად. ამიტომ შეიძლება ის მართლაც გავსი ხალხი ნახეს, იმიტომ რომ ერთგან აღწერს, რომ ჩემი სუპერული მოხსენება, როცა უნივერსიტეტში სწავლობდი, ეხება ჰიპოპოტამის სახელს. ანუ ეხება მასთან პირველად და აღწერს, რომ ჩემი თვალით ვნახეო, ესეთიო ფაფარი აქვსო, ესეთი ისინი აქვსო, კუდიო და ეს ჰიპოპოტამი გინახავთ, ფაფარი და ესეთი კუდი ნაკლებად, ხო? ის ხსნობს სახელი ახსნას. და ეგვიპტურში ხო ტერმინი კამჰი, რომელიც ითარგმნება როგორც ჰიპოპოტამოს, ანუ მას ჰქონდა შეხვედრა ხალხთან და მათგან ინფორმაციას იღებდა და ზოგან წერს, რომ ჩემი თვალით ვნახე და ეგრე იყო და როგორც ჩანს, ყველგან ასე არ მისვლა ჰეროდოტე და ეს მისგან წამოსულის იდეა, რომ ჩვენ და კოლხები და ეგვიპტელები ერთი ხალხი უნდა ყოფილიყვნენ, შეიძლება უკავშირდება, რომ ვისაც შეხვდნენ საპორტო აი ამებში კალთი შეიძლება იქ ერთ იგივე ან მონათესავე მოდგმის ხალხი შეხვდნენ. აი ხა მოგახსენებთ პირველად ბატონო რომ ნახეთ რა ხდება, ენობრივად სხვადასხვა ვართ პრინციპულად. სხვადასხვავართ. ანთროპოლოგია ერთმანეთს მაინც და მაინც არ გავართ. თუმცა პირველი ცნობები ჩვენ შესახებ ხა ჩვენ გვიწერეთ სახელმწიფოებში იგივე სკოლის რომ ეს გვიან ჩდება ეს ქართული ტოპონიმები ურარტულ თუ სხვა წყაროებში. აი ცნობილ ისრაელის სტელაში, რომელიც ფარაონ რამზეს მეორის ძეს მერნებ თაღს ეკუთვნის, სადაც მართლაც ისრაელი პირველად გვხვდება რა, იქ ჩამოთვლილია დაპყრობილი და განადგურებული ქვეყნები. და იქ ერთი ქვეყანაა, რომელიც სავარაუდოდ ეკითხების როგორც თაჰნუ. ყველა შემდგომი ქვეყანა დასახელებულია უფრო სამხრეთით მისგან. ხეთები, ქანაანელები და ასე შემდეგ. ხეთებზე უფრო ჩრდილოეთში თაჰ რა ტოპონიმი შეიძლება და ყოფილიყო, შეიძლება ეს იგივე რაც ტაო, დაიაენი და ასე შემდეგ, ხო? ანუ მე-13 საუკუნიდან ზოგადად ეგვიპტელებმა იცია სავარაუდოდ. იგივე ჩვენ გვხვდება ტერმინი ჯაფაყია. ჩვენ გვხვდება ფარაონ შეშონქის იერუსალიმი რო აიღო მე-13 საუკუნეში იმის ტექსტებში გვხვდება, თუმცა ყველა მეცნიერებს რომ ამან ეს გადაწერა, ანუ მას მაქამდე არ ომია, ანუ მივედიო და ვიყარიო, ძველებიდან გადმოწერა, ანუ მინიმუმ ერთი თაობით ადრე რო ავიღოთ. ანუ ზოგადად მეორე პირველი ათასწლეულების მიჯნაზე უკვე მოსწონდეთ ჯაფაყია, ალბათ ჯავახეთია ეს, იმიტომ რომ ასევე ხარუსი იყო სირიის და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები. როგორც ჩანს, ანუ მინიმუმ მე-13 თუ არ და მე-10 საუკუნიდან მათ ჩვენზე ცნობები ჰქონდათ. ამიტომ ჰეროდოტე რო ჩავიდა იქ, მანამდე იქ რა ხდებოდა, ესეც აღსახადო, მაგრამ ის რომ მტკიცებულება იყოს, კი, ვანში არაერთი ის არის აღმოჩენილი ფარაონის გამოსახულება და ეგვიპტური სამკაული. ასე რომ ელინიზმის დროს გასაგებია, ელინიზმამდე რა ხდებოდა, ალბათ ძნელი სათქმელია. მადლობთ.